საკრებულოში იმპიჩმენტის პროცედურას ვიწყებთ და წერილი შეგვაქვს. საკრებულოს თავმჯდომარის. ეს კანცელარიაში და რესტორანში შეგიძლიათ გადაიკითხოთ და თვითონ ხვდებით. გადაიკითხეთ და გადაიღეთ თუ გინდათ. ანუ თქვენ აყენებთ ბატონ გვარდიანის დაგირეკო. დიახ. ანუ ამ წერილიდან როგორც ხედავთ თქვენ ეთხოვთ ბატონ გვარდიანის გადაყენებას. დიახ. რევინერიდან ეს კილომეტრები გოჩა საკრებულოს წევრები. და რამდენი არის? კანონი ითხოვს ერთი, ანუ ის ერთი, ანუ 8 კაცის ის უნდა და ამ შემთხვევაში აწერს 12 კაცი. არის გარეშე სხდომის მოთხოვნას და დამატებით აი ამ სხდომაზე რა უნდა მოითხოვოთ პირდაპირ დამატებით. საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერება და ვადამდე შეწყვეტა. ხელს აწერენ გოჩა ხორგვანი მე ამ შემთხვევაში ლაშა პირველი ბაჩუკის საღლიანი გოჩა გიგლემიანი ვახტანგ ჩხვიმიანი გიორგი ხორგვანი ვიქტორ ჯაფარიძე ავთანდილ ჭკადუა თეა შუკვანი დავით შუკვანი ვლადიმერ ნიჟარაძე და ჯეირან პრეზესი აგენტურა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამ უმრავლესობა ანუ სამი წევრი არის ამჟამად საკრებულოში, რომელიც არის ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული, დანარჩენი არის ნაციონალები. და ბატონი თუ ჯაფარიძე ახსენეთ, ბატონი თუ ჯაფარიძეს უნდა შეწყვეტა. კანონის შესაბამისად, როგორც ვიცით, უნდა შეუძლიათ მას საკრებულოში უფლებამოსილება იქნება გამომდინარე პარლამენტის წევრი. პირველ სხდომაზე იქნება მისი ინფორმაცია ცნობა მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. თუმცა ბატონი გოჩა გვარდიანი უნდა გადაეყენებინა საკრებულოს წევრებს და დასტურებს თუ არა ამ ფაქტს. ზოგადად კი განეხილება. მე მაგას კი დასტურები არის ლაპარაკი.